ოზან, აქ რას აკეთებ? რატომ არ შეხვედი? უცნაური არა, ისევ იგივე ადგილას. ხო, აქაურობა საერთოდ არ შეცვლილა. ოზან, რამე თქვი? ნიშანი მომეცი. გვპირდები, მე უარს ვიტყვი. აქედან ხელჩაკიდებულები წავალთ. ამჯერად შენ თქვი რამე ესრა. შენი ერთი სიტყვაც საკმარისი იქნება. ერთ წვეთ იმედზეც თანახმავარ. მხოლოდ ერთი სიტყვა. შევიდეთ. რამეს თქმა გინდოდა ესრა. მინდოდა. რა? მინდოდა მეთქვა რომ გავიყინე. ცივა. გაიყენები. შევიდეთ. აქ რას ვაკეთებთ? მოწმეებად უნდა დავუდგეთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც გვეყვარს, ერთმანეთს გაიყარონ? არ ვიცი, ასე არ მინდა. ერთი წამით, ერთ რაღაცას ვიტყვი. რა მოხდება თუ მოწმეებად არ გამოვალთ? იმის თქმა გინდა, რომ თუ მოწმეები არ იქნებიან, გაყრაც არ მოხდება? ჩემო ყვავილო, ისევ მიმიხდი, თუმცა ხმამაღლა არ მithქვამს. ვფიქრობ, კარგი იდეაა. რა სიტყვით? საშინელი იდეაა. წამოდი. რატომ? ასეთი წესი, რომ თუ მოწმედ არ დადგებით არ გაიყრებიან, არ არსებობს. ეს უბრალოდ დიდხანს გაიწელება. ოზმო, ჩემი ცოლი სწორია, ეს გამოსავალი არ არის. შენი ცოლი. ასე გამოვიდა. შენი 5 წლიანი ურთიერთობა ქორწილით დაგვირგვინდა და ეს რას ქორწინება დამთავრდა. მართლა როგორ უნდა მოვიქცეთ? ვერაფერს ვიზამთ. ზემართლას მოვყვებით. რას ვიზამთ? ხო? სხვათა შორის ერთ რამეს ვიტყვი. მე შექებას არ მიმსახურებ. რატომ? არავინ არაფერი იცის. არ წამომცდენია. დედებმა არაფერი იციან. მართლა ყოჩაღ. დედა ჩვენებს არავინ არაფერი უთხრა, იმიტომ რომ განერვიულდებიან, მაგრამ როცა გაიგებენ, კიდევ უფრო გაბრაზდებიან. ჩემო ყვავილო, დარწმუნებული არ ვარ, რომ დედები მართლა მსაჯულების სისტემისთვის მზად არიან. აბა? რას აკეთებ ზუმრუთ? ასეთი ვის გაუგია? ჩემი თავის ხელაა. ღვთის გულისათვის, შეეშვი არ გინდა. არა, ასეთი უნდა იყოს. ზუსტად ასეთი. ფარში ცომის ზომის უნდა იყოს. რომ იცოდე რა სჭამ. შენი ღარიბულია. ცომში ძალიან ცოტა ხორცს სახვევ. ხო, ეს კარგად არ მოიხარშება. მოიხარშება. მენექშე, გალებო, ზუმრუთ. ძალიან მეწყინე, როცა გავიგე. რა მოხდა? ჩემო ძვირფასებო. ჩემო საწყალო მეგობრებო. კარგი, ქალებო, კარგი. მათზე კარგად უნდა ვისაუბროთ. ბისზე, რას გულისხმობ ნერიმან? მიუხვდი, საკანცელარიოს გამყიდველი. იმას იძახი, რომ ის კაცი უბნიდან წავიდა. დანებდა და მიდის. არა, ღმერთმა დაგვიფაროს, არა. დღეს ხომ ესრას და ოზანის სყდომაა, ხომ ასია? რა? ქმრის დის რძლის რძალმა მითხრა. ესრას ადვოკატის საუკეთესო მეგობარია. მან მითხრა. ვინ გითხრა? გითხრა, რომ ქმრის დის რძლის რძალმა უთხრა, რომ სასამართლო იქნება. ესრას და ოზანის ეყრებიან. დღეს ეყრებიან სასამართლოში. რა სიგიჟია? დროზე იჩქარე. ატლას არაფერი უთხრა. აკაურობა მიალაგე. უთხარი, რომ სასწრაფო საქმე გქონდა და გავიქეცით. ბავშვს ამას როგორ ვეტყვი? რას ამბობთ? ახლა რა უნდა ვაკეთო?
ატოლას უნდა დაველაპარაკოთ. როდის ვესთან იცხოვრებს? კარგი. ჩვენთვისაც უკეთესი იქნება თუ დღეებს დავადგენთ. და აღარ აგვერევა. შენთვის რაღაცის თქმა დამავიწყდა. შენი შვილი შეყვარებულია. ატლასი? ხო, ხო? ვინ შეუყვარდა? კლასელი გოგო. ძალიან ლამაზი თმები აქვს. ლამაზი თმები აქვს. რა თქმა უნდა, ბავშვი მართალია. თმა მნიშვნელოვანია. თმა მნიშვნელოვანია. ხედავ, მე არაფერს მეუბნება. ანუ არ ვიცოდი. რა თქმა უნდა, არ გეტყვის სხვენია. მე რომ მეუბნებოდა, ლოყები გაუწითლდა. ორ სიტყვას იძახის და ქვემოდან მიყურებს. ამას უყურე. ჩვენი შვილი. ესრა არდან გოფალი. ოზან გოფალი. შევიდეთ, ქალბატონო ესრა. 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 ძმაო. ერენ გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ეფე. ესრასთან წავედი და არ დამხვდა. სად არის? არ არის, იმიტომ რომ ბატონ ოზანს სასამართლო აქვს. მოსმენა? გაყრის შესახებ? კი. კარგია. იმედი მოხსეს რამდენად გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ იმედი გვაქვს რომ გადაიფიქრებენ, მაგრამ ნახოთ. ამდახან რაღაც უნდა დამთავრდეს. თელს ვერ შეუშლენ. ისმენ? ბატონო ეფე, ბატონო ოზანს არ მოსწონს პროექტი ასე სწრაფად რომ მიიწევს წინ. შეხვედრებს რთულად ატარებს. უნდა მეტი დრო მოგცეს. ჩვენ ასე არ შევთანხმებულ ვართ. სინო, ყველაფერს ვაკონტროლებ. არ ინერვეულა. ვიცი პროცესი როგორ უნდა დავაჩქარო. მაგრამ ბატონი ოზანი? ოზანთან პრობლემები არ იქნება. უпростоრად პრობლემებს ვერ შეგვიქმნის. შეხვედრამდე. ერთმანეთს ვერ ეგუებიან საერთოდ. კომუნიკაცია არ გამოსდით, რაც არ უნდა აკეთონ კომუნიკაცია უჭირთ. მათი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ კომუნიკაციას ვერ ახერხებენ. თუ სიყვარული აბრმავებს? ესენი ამ შემთხვევაში დააყროვა. ნახე, აბა როგორ მეყურებს. ასე ნუ მეყურებ, ძმაო. ნდობის პრობლემაც აქვთ. ერთმანეთს საერთოდ არ ენდობიან. თუ ერთმანეთს ვერ ხედავენ, შეიძლება კამათი დაიწყონ და ერთმანეთს ეკითხებიან, ვის ხვდებოდნენ. ძალიან ეჭვიანები არიან. ხო, ასეც არის. გოგონა ვაგონში გამოკეტა. ძმაო, რომელი გოგო? მომიყო ერთი ოზი. ოზი, მადლობა ოზი. თუმცა ეს რა მართალი იყო, იმ გოგოს მზერა არ მომეწონა. თუმცა ეფეს და ესრას მზერებიც არ მომეწონა, ასეთ რამეებში ვერ ყვევი. ფიცხეა, ცოტა ფიცხეა. ამ ადამიანს სახე ყოველთვის მოუშველი აქვს. ამას არ ვეძახი ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი უფროსია, მაგრამ ცოტა არ იყოს ფიცხეა. ჩვეულებრივ ჩემი ძმა ნერვიული ადამიანი არაა, მაგრამ თუ საქმე ესრას ეხება, მაშინ ხასიათი ცოტა უფუჭდება. ფიქრობ ეს უნდა მივიღოთ. მაგრამ მათი სიყვარული მათთან ერთად გაიზარდა. მე მახსოვს ბატონო მოსამართლე პატარები იყვნენ. ერთმანეთი მას შემდეგ შეუყვარდათ. მაგრამ ასეთი სიყვარული აღარ არსებობს, ბატონო მოსამართლე. წიგნი რომ დაწერო 5 ტომეული გამოვა. ამ სიყვარულმა ისეთი პრობლემები და ტკივილი გადაიტანა, გრამიტაც კი არ შემცირებულა. არა. არ შემცირებულა. მე თუ მკითხავთ, გაიზარდა კიდეც. ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ხარზე მისი სახელის პირველი ასვა მოისვერინგა. იმდენი წელი გავიდა. ჩემს დას სიყვარულის ფართო ჟესტებით გამოხატვა არ უყვარს, მაგრამ ფიქრობ ნამდვილი შეყვარებული ის არის. და ბატონო მოსამართლე, არსებობს კი ოჯახური ცხოვრება პრობლემის გარეშე. თქვენ მითხარით. კარგი, მადლობა. ხო, მოწმეებს მოусმინეთ, მაგრამ მინდა თქვენი უკანასკნელი სიტყვაც მოვისმინო. ესრა ერთენ გორფალი.
თქვენ ფიქრობთ რომ ქორწინება დამთავრდა? მართლა გინდათ გაყრა? გაყრაში დარწმუნებული ხარ შვილო? დიახ. თქვი დუმს გასაგებია. თქვენ ოზან კორპალ გინდათ სოლთან გაყრა? გაყრა გსურთ? დიახ. კარგი, გადაწყვეტილება. გასაგებია რომ პრობლემები გაქვთ, მაგრამ აქ დასრულებულ ქორწინებას ვერ ხედავ. პარები ერთად უნდა მივიდნენ ოჯახის ფსიქოლოგთან და საქმე შემდეგ ისევ გადაიხედება. საქმის განხილვა კი 6 თვით გადავდოთ. გაჩერდით. ეს გაყრა ვერ შედგება. დედა რას აკეთებ? ყველაფერს მე მოვაგვარებ. უკაცრავად. არ გაყაროთ. გთხოვთ, გემოდარებით. შეხომ არ გითქვამს? არ მეთქვამს, არაფერი არ მეთქვამს. მართლა არ უთქვამს. რატომ უთხარი? ბატონო მოსამართლე, აპატიეთ ამ ბავშვებს. არ გაყაროთ. დედა გეყოფა. დედა გაჩერდი. რა გინდა, არ გავჩერდები? ჩემი შვილი ისედაც საკმარისად დაიტანჯა. ოზანი მეორედ ასეთ განადგურებას ვერ გადაიტანს. გთხოვთ, არ გაყაროთ. გთხოვთ. ხო, ქალბატონებო, თქვენ მიხართ. ბატონო, მე დედამისი ზუმრუდ კორფალი ვარ. ბატონო მოსამართლე, იმიტომ არა რომ შესანიშნავი რძალია, მაგრამ ჩემ შვილს ძალიან უყვარს. ხოუდის უნდა. იმდენი გოგო გავაცანი რომ დაქორწინებულიყო, მაგრამ მას მხოლოდ ეს რა უნდა? ღმერთი ნუ დაგსჯის. გოგოზე ისევ ცუცს ლაპარაკობ, მაშინ როცა ვცდილობთ ერთმანეთს არ გაეყარონ. მე ვიძახი რომ ოზანმა ესრას ატკინა გული. საიდან მოიტანე? ჩემ შვილს გული არასოდეს უტკენია. ომარ გიტკენია შვილო, მითხარი. ბატონო, მე ამ ხალხს ვუჩიბი. არ გაყაროთ ბავშვები, მაგრამ ისე გააკეთეთ რომ ეს ქალი ჩემი ნათესავი აღარ იყოს. სიამოვნებით, ამ გაუზრდელს უყურეთ. შენს გამო იყრებიან, შენს გამო. გააშველეთ. გეყოფათ. გეყოფათ. ბავშვები შენს გამო იყრებიან, შენს გამო იყრებიან. ბოდავს, ამას დაადეთ ბორკილები. გაჩერდით ქალბატონებო. სასამართლოს თვლომის შეწყვეტის გამო ორივეს ჩაგსუნთ. ჯერ არ გაყრილან. არ გაყრილან? არა, არ გაყრილან. ეს რა ასე რატომ მოგატყუეთ? ძვირფასო ბატონო ნაზიმ, თქვენი სიმაღლე, თქვენი სხეული, თქვენი დგომა. არა, გოგონა, ლიტერატურის მასწავლებელია. უფრო მგრძნობიარე სიტყვები უნდა მოვიფიქრო. ღმერთო, ნერიმან, რას აპირებ? Neriman? Nerede bizimkiler? Siz dükkanı sana mı bıraktılar? რადგან თქვენ მოხვედით, მე წავალ ბატონო იალჩინ, უნდა წავიდე, წავალ. Dur bir dakika bir söylesene nerede bizimkiler ya? ხო, ნუ მეძულები იალჩინ, კლიენტი მყავს, მელოდება, კლიენტთან წავედი. კარგად. Allah Allah
falan. Yahu ne oluyor ya? Nerede benim ruhum Menekşem? ქალებო, ასე რატომ იქცევით? პასუხისგებლობას სხვას რატომ კიდებთ, რომელიც ამას ვერ უძლებს? Dur orada. Çabuk dökül. Dökül dedim. Nerede bizimkiler? სასამართლოში ელჩი. დღეს ესრას და ოზანის სასამართლოს ხდომაა გაყრის შესახებ ერთმანეთს ეყრებიან. Ne? Ne diyorsun sen? Ne boşaması ya? Ne diyorsun sen ya? ესრა მამა შენი თუ გაიგებს, რომ სასამართლოში მის გარეშე ვიყავით, გაგვანადგურებს. ძალიან გამგებიანია და მომთმენი, მაგრამ თუ გაბრაზდება, ძალიან ბრაზდება ხოლმე. Doğru söylüyor. 98 yazını hatırlatmak isterim. Aman hatırlatma abi lütfen. ნუ მახსენებ ძმა ოქთო, მამა მაშინ ძალიან გაბრაზდა და მისი წნევაც არ გამახსენო. მამა სწორედ ამიტომ არ ვუთხარით. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არაფერს ვეტყვით, ჩუმად ვიქნებით. შვილო, ფსიქოლოგთან დაკავშირებით კარგად გამოვიდა. იქნებ გამოსწორდეს. სჯობს დედასთან ერთად წავიდეს. პროვოკაციას მიწყობს, ფსიქოლოგი შენ გჭირდება. Abi biz kaçıyoruz. Görüşürüz. Anne niye koşuyorsun öyle? Sen bineceksin zaten. Ne yapalım? როგორ მოვიქცეთ? Terapide de მოსამართლემ გითხრა ფსიქოლოგს მიმართეთო. მაშინ ოჯახის ფსიქოლოგთან წავიდეთ. diyoruz. Sonuçta ხო, წავიდეთ, რადგან მოსამართლეს ასე უნდა. ო ასეა, ბატონ მოსამართლეს უნდა. რა ხდება? Hemen alırım randevu. მე ჩავეწერები. bana da მე როდის შემატყობინებ? yani zaten მაინც უბანში მივდივართ. ხო, იქ შევხვდებით. რა ხდება? რაზე ლაპარაკობდით? არაფერზე. რა სიძახი? წავედით. Merhaba baba. გამარჯობა მამა. გამარჯობა, მამა. გამარჯობა ძვირფასო. კეთილი იყოს. საიდან მოდიხარ? şey baba მამა, მე და დედა საყიდლებზე ვიყავით. orada da გზაში დედა ზუმრუდ შევხვდით. ო და მე ჩემხვდნენ მამა. Ne güzel. რა შესანიშნავია გადასარევია. Sonra? და შემდეგ შემდეგ სანაპიროზე ჩამოსხდომა გადავწყვიტეთ. ასე დამინჩი. მარტივია მამა. მარტია. ცოტა ციოდო კი. Biraz. Yeter ya. საკმარისია. Yeter be. საკმარისია. Ya hiç მამას რომ ატყუებთ, babanı არც კი ხრწხონიათ. Hiç. საერთოდ არ ხრწხონიათ, Ama ben her მაგრამ მე ყველაფერი ვიცი. şey babacığım. არ გითხარით, რომ არ გენერვიულა Zaten და არაფერი არ მომხდარა. olmadı. Yeter be. საკმარისია. საკმარისი. Var ya ამ bu საქმეში iş- კარგი არაფერია. Kaçırdı. ყველაფერი გააფუჭეთ. Ne demek boşanma? როგორ შეიძლება სასამართლოში წახვიდე და მამას არ უთხრა? მეც არ მითხრეს, არც მე ვიცოდი. შეინიშნე. დედა საკმარისია, უფრო არ გააბრაზო. და არც გავყოლვართ. ბიძე ელჩი. მოსამართლემ ოჯახის ფსიქოლოგთან გაგზავნა. Öyle mi? მართლა? Hay Allah. მე ასე დაგეწყო შვილო. რა მნიშვნელობა აქვს? Zaten მამა მიცის თუ არა? მე არარაობა არ ვარ. Saksı mıyım ben? მე ვინ ვარ? არა, ულოშა ხარ. მამა კიდევ უფრო გაბრაზდა და ამშვიდე. Ne როგორ თქვა? efendim? არაფერი გამოგვივიდა. ერთად ვრჩებით. შემდეგ ისევ შორდებით, არ გამოვიდა. ისევ შორდებით. ეს შენზეა ნათქვამი. მე ლონდონში გაფრინდა. Ne olduysa oldu. Sonra კარგი, ამას უკვე ვეღარ შევცვლით, მაგრამ შემდეგ რა მოხდა? biz evleniyoruz. ისევ დაქორწინდით. ხელჩაკიდებულები დადიოდით. ქორწინების შესახებ გამოაცხადეთ. თქვით რომ ერთმანეთის გესმოდათ. და მერე? ეს ბავშვური თამაშია. სხვადასხვა სახლებში გადავიდნენ. მერე ისევ ცხოვრობდნენ ერთად. ერთმანეთში ნუჩურჩულებთ. ბავშვობა, ჩვენ გაგიგეთ, გენდეთ. Saygı პატივისცემა გამოვიჩინეთ. არა, მე პატივისცემა არ გამომიჩენია, თავიდანვე კატეგორიულად ვიყავი განწყობილი. Beni მომისმინეთ, bu terapi ეს თერაპია სიტუაციიდან თქვენი უკანასკნელი გამოსავალია. საბოლოო შანსი. Ya buradan ან სიტუაციას გამოასწორებთ, ან ყველაფერი სამუდამოდ დამთავრდება. ეს გაითვალისწინეთ. haberiniz olsun. მაპატიე, არ ვიცი ეს როგორ მოხდა, შემთხვევით წამომწდა. ო, რა თქმა უნდა, მესმის, ხდება ხოლმე. ხომ იცი ჩვეულებრივ ასე არ ვიქცევი.
არ მესმის როგორ გამოვიდა. ხომ იცი საიდუმლოს ყველაზე უკეთ ვინახავ. კარგი მენექშე. ასე ნუ მეყურებ. ამ ბოლო დროს ძალიან დაბნეული ვარ. რამე მოხდა? ისეთი არაფერია, პირადულია. და ბავშვებთან რა მოხდა? ბავშვებთან? მოსამართლე მსყდომა გადადო. თერაპიას გაივლიან. მჯერა თერაპიაზე ყველაფერს მოაგვარებენ და შენ რა დაგემართა? მენექშე. შეყვარებული ვარ. მართლა? ვიზზე? მაპატიე ვერ გეტყვი. ჯერ უნდა გავარკვიო, იმას მოვწონვარ თუ არა. წერილი მივწერე. ნახე? მაგრამ ხომ იცი საშინელი კალიგრაფია მაქვს. ვერაფერს გაარჩევ. მეგობარს დაეხმარე, შენ ძალიან კარგი კალიგრაფია გაქვს. გადაწერე, გთხოვ. რანაირი ნაწერია, ეს რა არის? მე კარგი ხელწერა მაქვს. დაწყებით კლასებში კალიგრაფიაში პირველი ადგილი მეკავა. დაგიწერ. მაგრამ ჩვენ შორის დარჩეს. არავის უთხრა. ნერიმან, სამარე ვარ. ისევე როგორც შენ. კარგი, კარგი. ანუ გამვლელებს ყველაფერს არ ვუყვები, რაც სხვებისგან გავიგე. მე მგულისხმობ? არა. გეუბნები რომ შენი საიდუმლო საიმედო ხელშია. კარგი, მიდი. ამ ნაწერს შეხედე. რა დავწეროთ, ძვირფასოთი დავიწყო? ხო? საყვარელო. ბიძია იალჩინი როგორ გააბრაზეთ? ანგელოზივით კაცი სატანად იქცა. ამჯერად მართალი იყო. ამჯერად მეტი მოგვივიდა. არა უშავს. ერთმანეთს არ დაშორდით, ამით ბედნიერი ვარ. მეც ბედნიერი ვარ, ზეინო. არ მოგატყუებ. სასამართლოში თავი შევიკავე, რომ არ მეთქვა, რომ გაყრა არ მინდოდა. მოიცადე, ანუ ჩვენს ნათქვამზე არ გაბრაზდით? ზეინო, რატომ უნდა გაუბრაზდე? თქვენ სიმართლეს იძახდით. საინტერესოა. ის ფსიქოლოგი დაგვეხმარება? საინტერესოა, ჩვენს პრობლემას მოვაგვარებთ? მოვაგვარებთ, მუსა. ყველა შემთხვევაში. ფსიქოლოგიც მიხვდება, როგორი მართალი ვარ. როგორ მეყვარს ესრა. ესრასაც გააგებინებს და ყველაფერი მოგვარდება. აბა რა იქნება? ხო. და შენ დარწმუნებული ხარ, რომ ამ სიტუაციაში 100%-ით მართალი ხარ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა მართალი ვარ. ზოგადად ვიცი რაც იქნება, მუსა. თუ გინდა მოგიყვები. ესეც ჩვენი ისტორია. ამ ურთიერთობაზე ძალიან ბევრი ვიშრომე. ვიტანჯებოდი, მაგრამ არ დავნებდი. უარი არ მithkoms. ბატონო ოზან, მინდა ტაში დაგიკრათ. ბრავო, მართლა. ჩემი აპლოდისმენტები. საოცარი მონდომება, საოცარი მეჯაჭვულობა. მრავალწლიანი სტაჟის განმავლობაში ასეთი რამ არ მინახავს. თქვენი იდეალური მამაკაცის განსახიერება ხართ. მადლობა, ექიმო. ოზან, ესრა. არ ვიცოდი რომ ამდენი რამ გადაიტანე. უნდა მწყვენოდეს. მაგრამ ამიერიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენი ღირსი ვიყო. შევიცვლები, ოზან. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მესმის. დიდი ალბათობით ეს რა ინანებს. ამ ჩემში ამას აქამდე ვერ ხედავდა. რა თქმა უნდა, ამის გამო შეიძლება ცოტა იტიროს კიდეც. იტიროს? იტიროს. რატომ? რა თქმა უნდა, შემდეგ ერთმანეთს მოვეხვავით. და მაშინვე მეტყვის, ოზან, როგორი მართალი იყავი. ოზან, როგორ ვერ ხვდებოდი. ოზან, რა შესანიშნავი ხარ და ასე შემდეგ. ფიქრობ, ფსიქოლოგი დაგვეხმარება, ზეინო. იმიტომ რომ ჩემი აზრით ოზანი ვერ ხვდება, რამდენად მართალი ვარ. როგორც კი ამ სიტყვებს პროფესიონალისგან მოისმეს, აზრს შეიცვლის. როგორც ფსიქოლოგი გაიგებს, რა გადავიტანე, როგორც კი მოუყვები, ფსიქოლოგი იტყვის, რომ მართალი ვარ. და ozani ყველაფერს მიხვდება. საყვარელო ფიქრობ, აქ მთავარი ისაა რა, ვინ მართალია და ვინ ცდება. მაგრამ შენ უკეთ იცი. ძვირფასო ზეინო, მნიშვნელოვანია რომ მართალი იყო. ამ სამყაროში სიმართლე ყველაზე მნიშვნელოვანია. მოდი მოგიყვები როგორც იქნება. ზუსტად ასე იქნება. ბატონო ექიმო, მე არაფერს ნანობ. საჭირო რომ გახდეს ყველაფერს კიდევ ერთხელ გავიღებ მსხვერპლად. იმიტომ რომ ozani ძალიან მიყვარს. თხოვთ. დიდი მადლობა, ქალბატონო ესრა. თქვენ საოცრად მომთევანი ბრძანდებით. არ ანგელოზი ხართ. ცხოვრებაში ასეთი გამბედავი და ძლიერი ქალი არასოდეს შემხვედრია.
ოზან, ოზან შენ ტირილი შეგიძლია? მადლობა. ეს რომ მე ძალიან წუხარ, ყოველთვის ბრმა ვიყავი. მაგრამ ახლა უკვე ყველაფერს ხედავ. სრულიად მართალი ყავი, სრულიად. ამიერიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენი ღირსი ვიყო. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ანუ, ასეთი რამ სრულიად შესაძლებელია, იმიტომ რომ ასაც უნდა იყოს, ზუსტად ასე უნდა იყოს. ნახოთ, ეს ფსიქოლოგის იდეა უკვე აღარ მომწონს. მაგრამ დაეწაგადგეს. ეს რა არის? ისევ მოგარისერული. კალბატონი ზომროთისგან. პატივცემულო ბატონო. თქვენ არ იცით მე ვინ ვარ, მაგრამ მე თქვენ შესანიშნავად გიცნობთ. თქვენი სიყვარულის განსახიერება ხართ, რომელსაც მე ამდენი წელი ვეძებდი. არა. ზუმრუთით ასეთი გრძნობები? საინტერესოა. თქვენი სიმაღლე, თქვენი ქცევები და თქვენი ხმა. მივხვდი, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩემი გული ახლა აცგერდა. ეს მისკი ადამიანის საკუთარი გულისცემა. თქვენი წყალობით მე ეს გავიგე. თუ ბოდო მაპატიეთ, ყველვარების გამოა. თუ თქვენს დაინტერესებული ხართ, მაშინ მე კაფეში დაგელოდებით. მიხაკით ხელში. ქალთა დღეს გილოცავთ. მადლობა. ძალიან მიყვარს, რა კარგი სუნი აქვს. მე წავედი დედა, კარგად შვილო. ზუმრუთ, დღეს მომუშავე ქალების საერთაშორისო დღეა. შენ ოდესმე გიმუშავია? მე საკუთარი შვილი ვაქცია აღმასრულებელ დირექტორად. სხვა რა უნდა ვაკეთო? ეს საკმარისი არაა? ამ ქალმა სხვა რა უნდა გააკეთოს? შემოდი, შემოდი. მოდი, ყავა ჩემზეა. შემოდი. ამულვაშა შეხედე, ყავის მომზადებაც იცის. კარგი ქალბატონო ესრა და ბატონო ოზან, სასიამოვნოა. ისმენთ აბა, აქ რატომ ხართ? სასამართლოს მიმართეთ გაყრისთვის. ბატონმა მოსამართლემ კი ოჯახის ფსიქოლოგთან გაგვიშვა, ანუ თქვენთან. მესმის, შეიძლება გავიგო აქ მოსვლასთან დაკავშირებით რა განცდები გაქვთ? თუ ამგზით ჩვენს პრობლემას მოვაგვარებთ, რატომაც არა? ოზანს ვეთანხმები. გარდა ამისა, ჩვენ შვილიც ყავს. ატლასი ქვია. შესანიშნავია, მაგრამ მე ამ თერაპიასთან დაკავშირებით თქვენი მოლოდინები უფრო მაინტერესებს. ვფიქრობ, ეს რასთვის სასარგებლო იქნება სპეციალისტისგან იმის გაგება, რომ მე მართალი ვარ. მაპატიე ოზან, შეგიძლია გაიმეორო? კარგად ვერ გავიგე. კონკრეტულად რა ვერ გაიგე? საინტერესოა. რა იყო ცდები ეს რა? ეფეს ტყუილები გამჟღავნდა. ეს ნიშნავს, რომ მე მართალი ვარ. ხომ ასეა? ორი წამით ოზან. ძალადობა სწორი გამოსავალი ვერასოდეს ვერ იქნება. ამას გონივრული ახსნა ვერ ექნება და გარდა ამისა ეფეს გრძნობების შესახებ საიდან დამცოდნოდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, შენი სიტყვები ვერ გაგამართლებენ. ფსიქოლოგს მოუყევი შენი დაბადების დღისთვის ისევე მზადებოდი, შენ კი ყველას თვალწინ შემარცხვინე. ამის შესახებ მოუყევი, გთხოვ? შეგიძლია მოუყვე? არა, ჯობიას მოყვე, ქორწილში როგორ არ დამიჯერე და ეფეს გვერდით დარჩი. თუ ვინმე გათელეს, ეს შენ არ ყოფილხარ, არამედ მე ვიყავი. ოზან, წაგებული მე დავრჩი. ოზან, ეფეს ხელი მოკიდე და ჩაარტყი. წვირიდან სისხლი მოსდიოდა. რა უნდა გამეკეთებინა? რა შემეძლო? შენ ჩემი ნათქვამი არ გესმოდა. ისევ ჩავთვალე, რომ იეჭვიანე. ცოტა ვიეჭვიანე, ცოტა. მაგრამ შენ არა, შენ არც კი მომისმინე. რომ მოგესმინა გამიგებდი. მიდი აღიარე, რომ მართალი ვარ და ყველაფერი მორჩება. კარგი ოზან, მართალი ხარ. ყოველთვის უდანაშაულო ხარ. ყოველთვის მართალი ხარ. საკმარისია. თქვენ ორივენი იმაზე ხართ ჩაციკლული, ვინ არის მართალი.
konusuna მაგრამ აი özellikle კიდევ რაზე უნდა დაფიქრდეთ. ama bir de იყო მართალი თუ ბედნიერი. haklı olmak mı? იმიტომ რომ ხანდახან ამას ბედნიერება Çünkü არ bazen მოაქვს. haklılık mutluluk getirmiyor. მართალია. იული მუშაობა. გამარჯობა. არანაირი იული მუშაობა. წადით, კაფის ფლობელი აქ არაა, წადით. მაინც მხოლოდ წვნიას შეუკვეთავთ ღარიბებო. რა უსიამოვნოა. ალბათ ერთმანეთიც უყვართ. ამას ვერავიდან, საზიზღრობაა. Geliyor. მოდის.